ტყიბულის მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. 18 ივნის მოსულმა უხმანალექმა ქალაქის ცენტრალური ქუჩა დადგორა. რუსთაველის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი დროებით პარალიზებული იყო და რამდენიმე საათით საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნა. მთელი ღამის მანძილზე ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები. ისინი დიდი დროის განმავლობაში სახანძრო და კომუნალური გაერთიანების სამსახურებთან ერთად ცდილობდნენ სტიქიასთან გამკლავებას. გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღესაც არ შეწყვეტილა. შესაბამისი ტექნიკის დახმარებით აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დღისით გახდა შესაძლებელი. დაიტბორა მთლიანად ხედავთ ეს ადგილი და მიუხედავად ასე ვთქვათ სახანძროს თანამშრომლების და ყველა სხვა სამსახურების ძალისხმევისა ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ იმას, რომ დატბორილი წყალი ვთქვათ გავიდეს, მაგრამ იმედია წვიმაც გადაიღებს და მოვახერხებთ იმას, რომ ეს ადგილი წყლისგან გათავისუფლდეს. დიდმა წვიმამ დატბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩის ნაწილი. ფაქტიურად პარალიზებულია სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე. ეხლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მუშაობა გრძელდება, მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური, კომუნალური სამსახური და რა ვიცი, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სტიქიას გავუმკლავდეთ და რაღაც ზონები მივიღოთ ისეთი, რომ მოსახლეობა არ იქნეს დაზარალებული. სტიქიამ ზიანი ქალაქის სხვა უბნებსაც მიაყენა. დასავლეთ ჩახტის დასახლებაში რობაქიძის ქუჩაზე მოვარდნილმა ნიაღვარმა გზა ჩამორეცხა და შლამით დაფარა. დაიმეწყრა სავალი ნაწილის გასწვრივ არსებული გარკვეული ადგილები. გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. სტიქიას ვერ გადაურჩა სვანეთის ქუჩის 40 ნომერში მცხოვრები გაბადაძეების ეზოც. ძლიერი წვიმის შედეგად მათი სახლის უკანა ნაწილში მეწყერი ჩამოწვა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქათამაძე და გამგებელი ლევან დოხნაძე გაბადაძეების ოჯახში პირადად იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზევე გაეცვნენ. გუშინ საღამოთი ამ წვიმების შედეგად ჩამოიგრა ეს და ზევიდან აი გზის იქეთ მხარედანაც წამოსული არის ეს მეწყერი, დიდი რაოდენობით არის მოწყვეტილი და დიდ საფრთხეს გვიქმნის, რომ ალბათ სახლში შემოგვივარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები სტიქიის შედეგად დაზარალებულ კიდევ ერთ ოჯახში მივიდნენ. გაბრიაძის ქუჩის 40 ნომერში მცხოვრები კუბლაშვილების ეზოს ნაწილი მეწყერმა მთლიანად წაიღო. განადგურებულია ხეხილი და ვენახი. ადრეთაც დიდი ზარალი აგერ ხეხილი წაიღო, ყველაფერი წყალმა ლეღვი მქონდა, ტყემლები მქონდა, სარგებლობდი, ღორებს ვაჭმევდი და ეხლა ეგერ აღარ ტყემლები, აღარ ლეღვები, აღარ არაველი, აღარაფერი აღარა ეზოს. სახლის გაბზარულია უკანა გვერდიდან. ძლიერი წვიმის შედეგად მთლიანად ჩაირეცხა ჯავახიშვილის ქუჩის სავალი ნაწილი. თიდან მოვარდნილმა წყლის ნაკადმა აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერ საშიში სიტუაციაც შექმნა. ადით და წამეიღო იქინა. ძირები, ქვები, ყველაფერი და მოსილა. ვერ გაატარა მილმა წყალი. შეხედავთ აგერა მდგომარეობა. გადმოვარდა გზაზე, დარეცხა გზა და გაფუძდა ყველაფერი. სტიქიამ ზიანი მიაყენა ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც. ტყიბული ქუთაისის გზაზე სოფელ საწირეში მდინარე ჭალისადიდების შედეგად მოვარდნილმა წყალმა დროებითი ხიდი წაიღო, რის გამოც ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდა და გადაადგილება ალტერნატიული გზის საშუალებით თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან ხდებოდა. აღნიშნულ ხიდზე მოძრაობა რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად მეორე დღის ბოლოს განახლდა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა სოფელ მუხურაშიც ხდება. რამდენიმე საათიანი უხვინალექის შედეგად აქ მთლიანად დაირეცხა გზები. ეგრეთ წოდებული საკვირაოს დასახლებაში მოსულმა წვიმამ წყლის მილები დააზიანა. ასევე წაღებულია ბოგირების უმეტესი ნაწილი.
დაიმეწყრა მდინარის გასწვრივ ნაპირი. მოდიდებულმა ნიაღვარმა გაანადგურა ნათესები და ვენახი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქადამაძე და გამგებელი ლევან დოხნაძე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუხურაში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ მუხურლებს დახმარება აღუთქვეს. დღეს არის მეორე დღე გუშინდელი სტიქიის შემდეგ ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენა განსაკუთრებით ქალაქში, განსაკუთრებით ასევე სოფელ მუხურაში, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ფაქტურად დაირეცხა გზები. გარდა ამისა, სოფელ მუხურის საკვირაოს დასახლებაში ხალხს დაუზიანა წყლის მილები. ეხლა მოსახლეობასთან ერთად ვსაუბრობთ, შევთანხმდით იმაზე, რომ უმოკლეს დროში მოვახდენთ, ასე ვთქვათ, მობილიზებას ყველა სახსრების და მოსახლეობასთან ერთად დავიწყებთ ყველა არსებული დაზიანების მიზანმიმართულად გაკეთებას და აღმოფხვრას პრობლემების. რთული სიტუაცია გვაქვს ზოგადად მთელ მუნიციპალიტეტში, როგორც გითხარით, ქალაქის უბნებშიც. ნელ-ნელა ეხლა ვკრიბავთ ამ მონაცემებს სხვადასხვა სოფლებიდან და დავჯდებით და ვისაუბრებთ იმ გზებზე და დავიწყებთ უშუალოდ უმოკლეს დროში ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ასე ვთქვათ, ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის ამ სტიქიის შემდეგ. ეხლა ვიმყოფებით მუხურაში და საკვირაოს უბანში, ძალიან რთული სიტუაცია, ფაქტიურად უბნის ცენტრალური გზა არის დაზიანებული. ხვდებით მოსახლეობას, ალბათ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა შეიძლება და როგორ შეიძლება, რომ ეს დროულად მოხდეს ამის ლიკვიდაცია ამ სტიქიიდან დაზარალებული გზის. ასევე სხვა სოფლებში და სხვა თემებშიც არის ასეთივე წაგებულია ხიდბოგირები, გზები. არის მოსახლეობაში მეწყული განვითარდა ადგილები, ასევე ქალაქში. სტიქიამ ნამდვილად ძალიან დიდი ზიანი მიაყენა კერძოდ საკვირაოს უბანს, კი მთელ მუხურას, მაგრამ განსაკუთრებით საკვირაოს უბანს და აი აქეთ იყო მეტი რაოდენობით მოსული. მეტნაწილად დააზიანა გზები, საავტომობილო გზები, ასევე დააზიანა საძოვრებზე გასასვლელი, აი სოფლის ცხოველები თუ შეშის მოსატანია თუ რამე იქით საძოვრები გვაქვს, იქით ყანები გვაქვს. ეს გზებია კიდევ გასაკეთებელი ამ საავტომობილო გზასთან დაკავშირებით. ყანებთან და მისასვლელი გზებია კიდევ გაფუჭებული. ძირითადად დაზიანდა მეტნაწილად ყანებიც. ძირითადად გზები, ხიდები, გახოდილია ყველაფერი წაღებულია წყლიდან. ათესყანებია. მედიცინა რა მიაყენებს? ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოფელში. განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები, ადამიანების ხიდები, გზები და ყველაფერი ინფრასტრუქტურა არის მოშლილი. ადიდებულმა მდინარემ მუხურაში ბუიძეების 4 ოჯახიანი უბანიც დააზარალა. თიდან მოვარდნილმა ძლიერმა დინებამ ხეები ფესვებიანა მოგლიჯა და აღნიშნულ უბანში არსებული მდინარის კალაპოტში ჩაიტანა. მოსახლეობას აქ კალაპოტიდან გადმოსულმა დინებამ სახნავ-სათესი მიწები დაუსილა და მოსავალი გაუნადგურა. მუხურლებს მსგავსი სტიქია ბოლო 50 წლის მანძილზე არ ახსოვთ. მთელი ღამის განმავლობაში ძალიან სერიოზული ნალექი მოვიდა და დააზიანა სოფლის გარკვეული ნაწილი რა. განსაკუთრებით დააზიანა ყანებთან, ნათესებთან მისასვლელი ბოგირები, გზები. როგორც ხედავთ, აქაც განსაკუთრებული სიტუაცია, აქ აღარც გზა არის, აღარც ღობი არის. ნათესების დაზიანებულია, როგორც ხედავთ, ვენახი, ბაღბოსტანი. ხიდის უფრო ჯავრი მქონდა. ეს არის ჩვენი ახლა 4 გლეხის დამაკავშირებელი ეს ხიდი. რომ ეს რო წეღო ჩვენ უკვე აქედან უნდა გადავსახლებულიყავით. ხავდეგი ჩამევედით, ხიდი უკვე წორტანელობდა და გადადიო ზევიდან, უკვე ქვევიდან ურტყამდა წყალი და ქვევი და ეგ რო ურტყამდა ხიდს. გადადიო და ურტყამდა ხიდს და მე უკვე უნდა მატულობდა. მე ახლა მომეხმარენ აქ ძმისშვილი, ჩემი აგერ ბიჭები, ეგენი მომეხმარენ და ხიდი დავაბით, რომ არ ჩავარნილიყო აი ტროსი და იმითი. ახლა უცებთ სოფელში აღარ რა უნდა ნახო და გადავაბით რაღაცა ტროსი, დადანგები ეგენი და მე მანქანას ვეცით. ლებიოტკა ჩამევიდან ეს ძველი ლებიოტკა მქონდა. ტროსი იმით და მანქანა ავათრიეთ ზევით 1-3 მეტროზე მოვაცილეთ იმას დინარის პირს. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან დაკავშირებით უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი და მუდმივ მოქმედი კომისია, რომელიც საერთო ზარალს დაადგენს.